მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ვაგრძელებთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გადაცემათა ციკლს ბრეხალოკა. დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი ადამიანი აფხაზეთში, ცნობილი ფეხბურთელი, ოჩამჩირის კოლორიტი, ბატონი პუსკა ეთერია. მე დავიბადე 1950 წელს 3 ივლისს ოჩამჩირეში და პატარობიდან ვიყავი გატაცებული ფეხბურთით. ფეხში შელა დარბოდეთ ჩვენ და ფეხბურთს თამაშობდი. მე როდესაც მოვიდა ამბერანტ ყებუჩავა და დაარსა ფუტბოლная школа молодежи феше მადლერი ვარ აი ამ კაცის იმიტომ რომ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მე გადავედი აი ამ ფეხბურთზე იმოდენად იყო ეს კაცი ფსიქოლოგი რომ მე კი მარცხენა მარჯვენა ფეხი ჩემთვის ერთი იყო მაგრამ ტექნიკაც არ მაგდა და მაგრამ მითხრა რომ სისტრაფეს თუ გინდა მოემატო უნდა ირბინო გოგოებთან მაშინ გოგოები დარბოდნენ და გოგოებმა როგორ უნდა გამასწორონ მეთქი და სულ მოუმატე მე სიჩქარეს 15 წლის ასაკში ვითამაშე უკვე დიდ გუნდში ოჩამჩირის დიდ გუნდში გავლენა მაგარი გავლენა იქონია ვადიმ ივანოვიჩ აფენდოპულოს საინტერესო კაცი იყო. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო უაღრესად ინტელიგენტი სულ იყო ესე იგი სუფთად გაპარსული შიფრი ჰქონდა ცნობილი ოდეკალონი ცნობილი ოდეკალონი ცხოვრობდა ეს ზღვის პირას ერთ დღეს გავდივარ აი ამ ჩემი დედევადიკის სახლთან და წინა ღამით იყო მაგარი შტორმი სახლი ეხლა რომელზედაც მე ვამბობ არის სულ 20 მეტრში ზღვამდე და პატარა ბალკონჩიკი ჰქონდა აი ამ დედევადის და ზის დინამოვსკის თორსახს ედგა მაიკეს და მეკითხება как спалось და მივხვდი რომ მეუბნება აი ამ შტორმზე რომელიც მეუთხარი очень не спалось და გაეცინა და это знаешь меня убаюкивает მითხრა და მაშინ მივხვდი ეს კაცი რამოდენად იყო შერწყმული აი ამ ბუნებასთან ამ ზღვასთან რომ უყვარდა ცოტა დალევა და საფხულის პერიოდში ახალგაზრდები იკრიბებოდნენ ზღვისპირად და გიტარაზე უკრავდნენ და ძირითადად იტალიურ ჩელენთან უყვარდათ ყველას და აი ესე და ვერ დაეძინა აი ამ ჩემ დედევადის და გამოვიდა ბალკონზე და эй вы мексиканцы идите под своим инжиром пойте серенаду სახელი პუსკა ასე გიცნობთ ყველა. ხო, მაგრამ არის ხალხი კითხულობს, რომ პუსკა რატო სხვა სახელი ხომ არ ქვია და ამასთან დაკავშირებული ბევრი კურიოზი გექნებოდა. ნამდვილად იყო კურიოზი, ზურაბჩიკოვანი მირეკავს წერო კლიჩკებზეო და არა გაქვთ ერთი რამე კლიჩკებიო და კი ერთი ორი კლიჩკა მეც მივეცი და მე მეუბნება შენი კლიჩკა რა არისო პუსკა და გამეცინა და მეუთხარი აგერ მოგვიყვები ახლა ხობში წავედით ჩემი მეზობელი ვალერი სიგუა იყო ეს გაიცანიო ეს ჩემი მეზობელი არისო და პუსკა მეთქი ხელი გაუწოდე და პუსკა მეთქი და გამომართა ხელი მაგრამ მიყურებს რაღაც უცნაურად და ამას ყურადღება არ მივაქცია და ერთ ნახევარსაათში გაიშალა მეგრული სუფრა დავსხედი დავიწყე ტრაპეზობა და ჩემ გვერდზის და 10 წუთი გავიდა 15 და მე მეუბნება დიდი ბოდიშია მაგრამ თქვენო იქნება რამე სხვა სახელი კონდეთ კი მეუთხარი თემურით ვარ მონათლული მე დედა აგაშენა ღმერთო გავწყინდა კაცი გიმილ პუსკა გალე გადი შენა გადი პუსკა ძაღლი ყოფილა პუსკა თურმე ძაღლს ერქვა პუსკა სანამ არ ეთყოდი პუსკაო იხოვანდი არ გიმილ გალი რო ეთყოდი გარდიო არა სახელი უნდა გეკ მე დღესაც მესიზმება იზვა და ესას მენატრება რა თქმა უნდა იყო სოხუმში ბრეხალოკა ჩვენთანაც და ჯელობა ფეხბურთზე ყოველთვის იყო კამათიც რა თქმა უნდა კამათი ის ჯობია ოჩამჩირიში მაგალითად აი გეტყვით 10 დავასახელებ შეიძლება მეტი იმიტომ რომ მე ვამბობ ახლა ამერანტ ყებუჩავა ნიაზი ძიაჟვა ვალტერ სანაია შოტა რიგოვა არველო ჩიტანავა იური კურტანიძე ვადიმ აფენდოპულო ნიკოლაი ბერლიზა მურთა შელია და რა თქმა უნდა ვიტალი დარასელია ეს ის ფეხბურთელებია რომლებმაც ითამაშეს საბჭოთა კავშირის პირველობაზე და საბჭოთა კავშირის პირველობა მე ვიტყოდი რომ ინგლისის ჩემპიონატის შემდეგ იყო მეორე ადგილზე მოხვედრა მაგალითად თბილისის დინამოში ძალიან ძნელი იყო იმ პერიოდში სადაც მიშა მესხი თამაშობდა სადაც სლავა მეტრაველი და ვლადიმერ ბარკაია და მე კიდე
ის პერიოდი იყო, როდესაც იუნოშევში თამაშობდი და იყო ესეთი ლიანინ ევგენი ივანოვიჩი იუნოშევსკი ზბორნის და მითხრა რომ ხედავ რომ თქვენო ქუთაისის ტორპედოში არ გიძახიანო თბილისის დინამოშიო მით უმეტესო და მოდიო მოსკოვის დინამოშიო მოდიო მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო ვიტალი დარასელია ჩემთან ერთად ითამაშა ერთი სეზონი და ეს დასაწყისი იყო ვიტალისი და გამოდივართ რაზდევალკიდან და აი ვადიმ ივანოვიჩმა ვინც იყო ქუთაისის ტორპედოს ტრენერი და ეუბნება რომ აიყვანეო ეს ბიჭიო ტაკი გაგონ ვაგონამიო და ესე იგი ტიუვიჯში როგორ ზბორნა SSR და მართლაც ასე მოხდა. ეხლა ამისა და პატარა ქალაქიდან რაც შემჩერია და როდესაც ნიაზი ძიაბჟვა ვიტალი დარასელია და ხებუჩავა რომელიც ამშვენებდნენ ესე იგი აი ამ კუთხეს როგორ ვიხარ ბუნება თვითონ აძლევდა აი ამ იმას სტემოს ბალახი აძლევდა დიდ ფეხბურთის სუნს ხო, აი რა კარგია. მქონდა ის ბედნიერება რომ მეთამაშა პახტაგორის მოთამაშესთან მიშა ან. კი, ეს უნიჭიერესი კაცი. უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, უნიჭიერესი ტექნიკის მქონე კაცი იყო. ძალიან ბევრი მან დაიღუპა ფიოდოროვი ხაძიბანაკისი თუ გახსოვთ ესეთი იყო და ბევრი ფეხბურთელები და ნათელში აპყრობას მათი სული. მაგრამ მიშა იყო განსაკუთრებული. რა მახსოვს იცით 79 წელია პირველი თამაში რომელსაც უკვე დუბლორები თამაშობდნენ და იქ ჩვენები და წავიდნენ საქართველოს და რამდენიმე ბიჭი თამაშობდა ეხმარებოდნენ პახტაგორს და ჰქონდა თბილისის დინამოსთან და თბილისის დინამო მოედანზე გამოვიდა შავი სამკლაურებით ყიფიანს ჰქონდა მომენტი ბურთი გაეტანა მაგრამ ნუ აცდინა კარებს და გააკეთეს ისე რომ მათ გაიტანეს ბურთი და თბილისის დინამო დამარცხდა. რა თქმა უნდა, თბილისი არ დამარცხდებოდა, სპორტია და უნდა ეთამაშათ, მაგრამ არის კიდე სხვა ღირებულება და თანაგრძნობა, რა ვიცი, რა ქვია მას, რომელიც აი ამ შესანიშნავ სპორტს გააჩნია. ეს კიდე გამოხატვა იმისა, რათა ჩვენ ვართ ქართველები ესეთ ჩვენ გენებში გვაქვს ეს. მე ერთი რაღაც მინდა მოგიყვეთ თუ შეიძლება ფეხბურთზე. ბორის ვიქტოროვიჩ ჟარლება იყო პირველი მდივანი. მე ძალიან პატივს კი, მაშინ მე კაზანში უკვე ვითამაშე სოხუმის დინამოში, მე ზუგდიდის და თავი მოგვიყარა ოჩამჩირეში. და დაასახა მიზნად რომ ოჩამჩირეს გუნდი გადასულიყო საქართველოს პირველობაზე და მანდ იყო ვალერი ზუბა, ვალერი დელბა. კაი გუნდი შეიქმნა და ვადიმ აფენდობულო დანიშნა ნაჩელნიკამ კომანდი. და იმ დროს ვადიმ აფენდობულო იყო სპორტ სკოლის დირექტორი, მაგრამ როგორც კალარიტი და როგორც ესე იგი ამწევი დუხის ჭიათურასთან თამაშობდა, შემოვიდა ჭიათურასთან და что вы говорите, приунили, дети мои, посмотрите, на себя посмотрели, на них, у вас черноморский загар, они მარგანცემ გორდ ისპაჩკან. დიდი ანგარიშით მოვიგეთ. როდესაც ამერან ტყებუჩავა გარდაიცვალა, გუნდ დაათქვეს ამერან. მე საბადიცემულოდ. ეხლა იტალიის სახელობის სტადიონი არის. ძალიან კარგია ეს, მაგრამ ამერანი უნდა დარჩენილიყო, იმიტომ რომ ამერანდა მარტო ქართველები კი არ გაზარდა, ძალიან ბევრი აფხაზი ბიჭები გაზარდა. კაბინეტში დაგვიძახა ბორის ვიქტოროვიჩმა სადაშორის პირობებს გვიქნიდა იდეალურს, კინდღიშის ბორებზეც ვიყავით, ზარეული ვყავდა. ტროშინი იყო ჩვენთან თამაშობდა რუსი ბიჭი. ეს ტროშინი ცხოვრობდა ბარაკებში სტადიონის გვერდით, ჩვენი სტადიონის გვერდით და იქ მე-6 რაიონში, აი რო შემოდიხარ სოხუმიდან ტურისტი ისა და ზღვა იწყება, იქ კორპუსები ააშენეს და უთხრა ტროშინი, вот ты двухкомнатная квартира у тебя, да? Трошин Евнева, Борис Викторович. Можно я буду жить там, где живу? Баракши. Как это, Борис Викторович, да? А его даже остался. Я тоже дурак. Когда, говорит, навозная муха на цветок садилась. და მე რამე დაგითხრათ, აი რო ყოფილიყო ცოცხალი დღეს ბორის ვიქტოროვიჩი და რო ცოცხალი ყოფილიყო ვიტალი დარასელია. ჩვენ აფხაზეთთან იქნებოდით ეხლა ისე ძმურად როგორც ვიყავით. ამისა მჯერა მე. ქვიშაზე ყავა.
როგორ გითხრათ? აი ასეთ პერიოდში, როდესაც უკვე საღამო პერიოდი აუცილებლად იკრიბებოდა და ყველა. მანდ იყო პროკურორი, ბლატნო იყო, გინდა ესეთი იყო, გინდა ისეთი იყო და ყველა ჯელოდნენ აი ამ ფეხბურთზე ან იმ საკითხებზე, რასაც მაგალითად ბევრს არ მოусმენია და ვისაც ჰქონდა წაკითხული რაღაც ბევრი განათლებული ხალხი იკრიბებოდა იქა და იყო ესეთი პროკურორი ოთარი აბაშიძე და ცხოვრობდა სტადიონთან გვერდით და იყო კიდე ესე იგი კოლორიტი ვაჟა ლაბარტყავა და გამორჩეული რითი იყო. ეს ვაჟა იყო თავისი ქცევით იყო ესე იგი ბესპრედელი და ნაგლი. ხო არიან პიროვნებები, რომლებიც კაროჩი ბესპარდონები არიან. წითელ ხაზებს რო გადადიან. წითელ ხაზებს გადაკვეთავენ без პრობლემ. მე რა თქმა უნდა ამ სტადიონის შემდეგ ან წავიდოდნენ იქ ერთხელ იყო ისე სხვისპირას იყო იქ დაждდებოდნენ იქ ყავას მიირთმევდნენ იქ და დაპატიჟე ახლა ოთარიებაშიზე ეს ვაჟა ლაბარტყავა და ის მთელი ეს მეგობრები და აჩვენეს ერთ-ერთ წიგნზე რომელიც არის 500 გვერდიანი და ეს წიგნიო მაგარი წიგნი არისო და ეს წიგნიო კაროჩო ათხოვე უთხრა ეს წიგნი და რა გინდა როგორ რა გინდა მათხოვე შეიძლება გინდა ну короче მიცა რა მიცა ესა და გავიდა მე დრო გავიდა ხანი და მოიკითხა ახლა წიგნი სადაო ჩემი წიგნიო მომდანა კი მოგიტანა აი ამდენი დამრჩაო რა ტუალეტში ქონდა წრუჩადე მაშინ სარიღო ეს ტუალეტი კარალდი ხო არის 500 გვერდი ოჩამჩი როგორც მოგესალმებათ ბატონო გურამ იყო ნაგანაციონალნი როგორც სოხუმში ოჩამჩიში ცხოვრობდნენ შვეიცარიელი ცხოვრობდა იურა შლატერი გერმანელები ბერძნები თავისთავად სომხები და მინდა მოგიყვეთ სომხებზე რომელიც იყო ჩემი მეზობლები საინტერესო სახელი ერქვა იმ სომეხ კაცს იმ სახელი ჰქონდა ეღიში ეს ეღიში იყო ჩვენ ეზოში კოლორიტი იმ ხრივ რომ არ იცოდა ესე იგი არ ყოფნიდა მარაგი რუსულად იმიტომ რომ განათლება სულ 3 კლასი ჰქონდა დამთავრებული სომხური ლენინკანის სკოლის და როცა არ ყოფნიდა მარაგი უმატებდა რუსულ ბილსიტყვაობას და ბილსიტყვაობას ანუ პადვალნიმი სლავამი როგორც ბლატნიმი პადვალნიმი და ეს როგორც ჩვეულებრივი მაგისტრის და ყველა მეზობლისთვის კიდე ჩვეულებრივი იყო და მე ეს არ ვიცოდი და პირველად რომ გადმოვედი და ბინა რომ მივიღე დავდექი ბალკონზე და ახლა ვათვალიერებ ეზოს და გავიხედე გვერდით ბალკონზე ზის გარშოკზე ღამის ქოთანია მაგრამ გარშოკი უფრო სოსკაუდია პირში და თავის საქმეს აკეთებს ეს პატარა ბიჭი და ქვევით კიდე ერთმანეთს ეციკლავებიან ისინი პირველკლასელები და ეზოში ხდება და ეზოში უყურებთ ორივე და უცბად მესმის ты გავიხედე სოსკა გამოყოლი ты думаешь твой мама лучше чем мой мама твой маму და ჩაიდო სოსკაბის ვაიმე სად მოხდი მეთქი და თურმე ბაბუამისი ყოფილა აქ ყველაფერი ეს მასწავლებელი ამისი აკადემია მისი აკადემია მილიცია გვერდით იყო და ბერჯელ 15 სულკას დააჯენდნენ ჯარიმას გადაახტევინებენ და ეს მისაღები ეს ამ გინების გამო ხო გინები აი ეს მოგონება ფოტოზე თქვენ მაშინ თქვით ესე იგი იქ იყო ლაკობას ფოტო და მე იმან ჩამოვჭერით იმიტომ რომ საშინელი წლები იყო და ეხლა ლაკობას არ გაპატიებდნენ თუ ქონდა სახში ეს სურათი არის ისტორიული სურათი და ეს სურათი მეც მაგ ბაბუაჩემი იყო აი ესე ჩოხახალუქში და კალინინი გვერდი და თურმე იქით კალინინის გვერდით ლაკობა იყო კიდე და როდესაც ბერიამ გამოაცხადა მტრად ლაკობა მაშინ ბებიაჩემა სიფრთხილის გამო აიღო და მოჭრა საუკუნეზე მეტია ჩემი ფესვები იქ სასაფლაოები ჩემო ბატონო გურამ აი ამ სუყოლასე ვიზედაც მე ვამბობ ხო ჩემი ყველა იქ არის ჩემჭირეში მამაჩემი და ჩემი ძმა იქ დავტოვე და მე მაინც იმ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ ჩვენ თუ არა ის თაობა რომელიც
მომავალი თაობა იქნება ის დაბრუნდება, რა თქმა უნდა.